ხალხის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. თანამედროვე ხელოვნება დიდი ხანია გასცდა კლასიკურ ჩარჩოებს. დღეს მაყურებელი მხოლოდ პასიური დამკვირვებელი აღარ არის. ის ეძებს სივრცეს, სადაც ხელოვნება მასთან უფრო ახლოს მივა და ახალ ემოციურ გამოცდილებას აზიარებს. 3 წლის წინ თბილისში სრულიად ახალი, თამამი ექსპერიმენტი დაიწყო. წისქვილი ჯგუფმა მაყურებელს ახალი, განსხვავებული ფორმატის თეატრი შესთავაზა. მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც პირველად საქართველოში და ამიერკავკასიაში ახორციელებს უნიკალურ კონცეფციას Show and Dinner, რაც გულისხმობს სრულფასოვანი ბახშმისა და თეატრალური წარმოდგენის ერთობლიობას. მაყურებელი ზის არა სტანდარტულ თეატრალურ სავარცხლებში, არამედ რესტორნის ტიპის მაგიდებთან და ამავდროულად უყურებს სპექტაკლს. ზოგჯერ თავადაც ხდება მისი მონაწილე. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზაალ ჩიკობავა ამბობს, ამ ტიპის სანახაობის შექმნის იდეა დარბაზის სივრცემ განაპირობა. როდესაც დიდ სცენას ხედავ, უკვე მიდიხარ იქით, რომ სცენა თეატრისთვის არის და თეატრი კიდე შეიძლება ყველგან არსებობდეს, მთავარია ის სწორ მიზნობრიობას ერგებოდეს და სწორად იმუშაოს. როდესაც დამიძახა წისქვილი ჯგუფმა და მოვედით და დავიწყეთ ფიქრი, ნელ-ნელა შეესხა ამას ყველაფერს, თუმცა აქ იყო წინა გამოცდილებები, გარკვეულწილად, რაც მე მქონდა მიღებული და უშუალოდ ასეთი ფორმატის საღამოებთან. ვიფიქრე, რატომ არა დაუშვათ ესეთი სახის თეატრი თბილისში. იყო თავისთავად აქ ის ორჭოფობა, როგორ მიიღებდა ამას დაუშვათ მოსახლეობამ სტუმარი თუ ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როგორც ხედავთ, გაამართლა და ძალიან მოთხოვნადი გახდა. ეს არ არის დაუშვათ მხოლოდ ერთი ფორმაციის შენობა და თეატრი, ეს არის მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ყველანაირი ღონისძიება და ყველანაირი სახის ივენთი შეიძლება მოეწყოს. იმიტომ რომ მოთხოვნილება არის, მაყურებელი არის, ხალხი არის, სურვილი აქვთ, რომ დაუშვათ სხვადასხვა სახის საღამო გაატაროს ადამიანებმა. აქედან გამომდინარე არჩევანიც გაჩნდა უკვე თბილისში, როგორც არის თეატრი, წისქვილის თეატრი და რომელიც უკვე აგერ მესამე წელია ფუნქციონირებს. თეატრს არ ჰყავს მუდმივ მოქმედი დასი. იგი ანტრეპრიზის სისტემაზეა დაფუძნებული. ხა აქაც რა გამომდინარე თავისი ჟანრიდან სპეციფიურია ჩვენი თეატრი და მოთხოვნები და უშუალოდ რომ აქ მოყოფილებდეს არტისტი იგივე ღერის მხრივ, ცეკვის მხრივ და ასე შემდეგ, ამ არჩევანში ვართ ხოლმე. ასეთი არტისტები კიდევ ძალიან დაკავებული და მოთხოვნადი არიან სხვაგანაც, თუმცა რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ რაღაც შეთანხმებით ვიმუშაოთ თეატრებთან და ეს რაღაცა საერთო ჯგუფები ამ თეატრების და მოკლედ მაინც ალბათ გვაძლებინებს სოლიდარობა, რომელსაც ერთმანეთს უწევთ და ის ურთიერთობები, რომელიც გააჩნია თეატრებს ერთმანეთთან და რომელთანაც ერთმანეთს ანგარიშს უწევთ იმისთვის, რომ ჩვენ ვიმუშაოთ. წლების მანძილზე ვიჩექით თეატრალურ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდაზე. და იქ არის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა, გარდა იმისა, რომ აი დაუშვათ რაღაცა პროგრამა უნდა წარმოადგინოს აბიტურიენტმა, აუცილებელი ფაქტორია, რომ მღეროდეს. რა თქმა უნდა, ეს არავინ არ ითხოვს აქ პროფესიულ დონეზე, მაგრამ ელემენტარული
არტისტის კვალობაზე რომ კარგად მღეროდეს. რა თქმა უნდა, შრომა გვჭირდება, თუმცა ძალიან მშველის ის ფაქტორი, რომ ჩვენ კონკრეტულად აქ თეატრში ყავს პროფესიონალი მომღერლები, რომლებიც ძალიან მიადვილებენ მუშაობას. ძალიან. ვოკალი, ტექნიკური მხარე, თეორიული მხარე, აი ეს ყველაფერი მათ გააჩნიათ და ეს ძალიან მეხმარება მუშაობის პროცესში. ჩვენ გვაქვს რეპეტიციები როგორც ცალკე ვოკალში, ასევე ქორეოგრაფიასთან ერთად. ამას ძალიან დიდი, ორმაგად დიდი დატვირთვა, ორმაგად დიდი ბევრი ფიქრი უწევთ, რა თქმა უნდა, არტისტებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია დროულად გააკეთო ის თან ქორეოგრაფიული მონახაზი შეასრულო, თან იმღერო, იმიტომ რომ იქ არის რომ იღლები ადამიანი და ეს სუნთქვა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე კიდევ ცალკე გვიწევს ხოლმე მუშაობა. ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე რომ ანუ იმღერეთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იმ მომენტში ფონოგრამა არ გქონდეს, მაგრამ იმღერეთ, რომ ზუსტად ვიცოდეს, სად რა ბგერა აქვთ, რომ ისეთი მოძრაობა არ ჩავსვათ, რომ ხელი შეუშალოს მათ სიმღერაში. ნუ არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში დღემდე მოვერიეთ ამ ასე ვთქვათ პრობლემებს და არა, პრობლემაც არ არის, უბრალოდ ეს არის აი პროფესიონალიზმი. ყველაზე რთული საქმის დაწყებაა. პირველი ნაბიჯების გადადგმა. რეპერტუარის აწყობისას არჩევანი ლეგენდარული აბბას სიმღერების მიხედვით შექმნილ მიუზიკლზე „მამმა მია“ შეჭერდა. მუსიკალური ვერსიაც და სადადგმო ფაბულაც თეატრის ჯგუფმა საკუთარი ძალებით სრულიად ორიგინალურად შექმნა. ნუ თავიდან ცოტათი ალბათ უფრო სპონტანური იყო „მამმა მიას“ არჩევანი, თუმცა რაღაცნაირად რამოდენიმე სცენას შევეხეთ ამ ფილმიდან და მიუზიკლიდან და ძალიან მოგვეწონა და მივხვდით, რომ ჩვენ მაყურებელსაც ძალიან მოწონს და შემდეგ უკვე ნელ-ნელა უკვე შევქმენით თვითონ ის წარმოდგენა, ის მაინც ძალიან ისეთი ჩვენი წარმოდგენა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ გავაკეთეთ ინსცენირება, მუსიკა, ჩვენ გავაკეთეთ, ნუ თავისთავად საფუძველი არის აბა და ეს ლეგენდარული ანსამბლი თავის გენიალური მუსიკით, რომელიც დღესაც ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია. რომ გავუყვეთ ყველაზე თავისუფალი „მამმა მია“ იყო, სადაც ყველაფრის უფლება მქონდა, აი რა რისი გაკეთებაც მინდოდა ყველაფრის გაკეთება შემიძლია. შეიძლება ქორეოგრაფიულად დადგა სპექტაკლი და იქ იყო თავისუფალი უფრო მეტად, იმიტომ რომ იქ შენ ირჩევ მუსიკას და შენ წყვიტავ ის სცენა როგორ უნდა წავიდეს. აქედან გამომდინარე, უფრო მგონია რომ იქ უფრო თავისუფალი. ამ შემთხვევაში მე ქორეოგრაფი ვარ, მივყვები რეჟისორს და რაღაც ჩარჩოში მაინც ხარ. უბრალოდ ქორეოგრაფიის თვალსაზრისით შედარებით თავისუფალი ხარ ვიდრე ჩიკაგოში და ვერისუბაში. თან პლუს მუსიკა გაძლევს უფრო მეტის საშუალებას ვიდრე ამ შემთხვევაში ჩიკაგო და ვერისუბა. სულ ვცდილობ, რომ ყველა როლს, რასაც ხელს მოვკიდებ, იყოს ერთმანეთისგან განსხვავებული. მით უმეტეს აქ ძალიან დიდი ხელშეწყობა იმ მხრივ, რომ აი თუნდაც „მამმა მიაში“, ვისაც ვთამაშობ, სულ სხვა სპეციფიკა. თვითონ „მამმა მიას“, აი უფრო რაღაც ფოიერვერკი, დღესასწაული სპექტაკლია და შოუა რა, აი რაღაცნაირად ისეთი რა, უფრო შეიძლება იმ ხელა სიღრმეები არ ქონდეს, თუმცა აქვს ასევე ძალიან დიდი სიღრმეები, არის დედის და შვილის ურთიერთობა, მამის, რომელიც ჩამოდის და სამი მამა არის და არიციან ხო სიუჟეტი არის, რომელიც და ანუ კი ესე ჩანს ძალიან ისე ყველაფერი ხალისიანად, თუმცა რეალურად დიდი სიღრმეები არის იქაც, რაც მე მხიბლავს ძალიან. Იქნებ თვლი რომ მეცა
მამმა მიას წარმატების შემდეგ შემოქმედებითმა გუნდმა ბროდვეის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ნამუშევარი ჩიკაგო აირჩია. როდესაც ამ ჟანრის და ამ ტიპის თეატრს ხსნი და აკეთებ და განაცხადს აკეთებ იმისი, რომ მაინც ბროდვეი ჟანრი, რომელიც, მოდი ესე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით ის, რასაც ბროდვეი ჟანრი მოითხოვს, რა მოთხოვნებიც არის და სტილშიც და რა სტილისტიკაშიც კეთდება იქ წარმოდგენები, ასეთი ჩვენთან არის. და აქედან გამომდინარე ერთ-ერთი პირველი ასე ვთქვათ ლეგენდარული მიუზიკლი, როგორც არის ჩიკაგო, რომელიც 20-იანი წლების ამერიკაზე, თუმცა მაინც და მაინც როგორც ყოველთვის და ყველა დრამატურგი ადამიანურ ურთიერთობებზე და ადამიანობაზე გველაპარაკება და იმ გარემოზე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და კლასიკაც იმიტომ არის, რომ დღესაც მისი ტექსტები საკმაოდ მძაფრად და საკმაოდ საინტერესოდ ჟღერს. რამოსდის რა ამხავს ვეღარც ატხვდებით იმ გარგაღზრდას გარჩმენე ექსულ გაქრა არა მისაღელვებს რომ მის წინ უზრდელი სადნახავი მამაკაც ვინც აგინთებს გულს და ეძებს უმანკო და წმინდა სიყვარულს ეს ღალიძეძებს მხოლოდ სექსს და მხოლოდ ფულს რამოსდის რა ამხავს და რას ხედავთ დღეს ქურდობის მეც ამტებს რამოსდის რა ამხავს თან და თან კარგავთ კლასს ძალიან მნიშვნელოვანია ხასიათი, რა ხასიათით მოგაქვს სიმღერა, ხო? ქართული სიმღერა, ქართული ხასიათი ჭირდება და აი როდესაც ჩვენ შეხება გქონდა ისეთ არაჩვეულებრივ ნაწარმოებთან, როგორც არის ჩიკაგო, რა თქმა უნდა, აი ამაზე ძალიან ვამახვილებდით ყურადღებას, რომ აი რადგან ქართველი არტისტები არიან, ქართველი მომღერლები არიან, ეს ყველაფერი ქართულად რომ არ გამოგსვლა და ამას ბევრი მუშაობა მოგვიწია, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან ნიჭიერი არტისტები ყავს და ეს ყველაფერი გაითვალისწინეს და ამაზეც ხო იმუშავეს ბევრი. ჩიკაგოს შემთხვევაში მაინც მივყვები იმ ხაზს გენიალური გაკეთებულია ჩიკაგო იდეაში ვერაფერს ვერ შეცვლა. შეიძლება ის დაგვარად რაღაცები გავათანამედროვეთ, მაგრამ იგივე ხაზს გავყევით. ხოცა ყავს ჩვენი ძმა და მეგობარი გიორგი ტორიაშვილი, ჩვენი ქორეოგრაფი, ასევე უმაგრესი მსახიობი და მოცეკვავე, რომელიც მაქსიმალურად როგორ გითხრა, ანუ არ ამარტივებს ამ ყველაფერს, მაგრამ არც ისი ართულებს, რომ რაღაცნაირად ამოვარდნილი იყოს რა, აი არტისტი და მოცეკვავე ერთმანეთისგან. არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი ყავს გიორგი ტორიაშვილი, რომელმაც გააკეთა ჩიკაგო და ჩვენ მქონდა ყოველდღიური ტრენაჟი. იმიტომ რომ საკმაოდ რთული სასეკვაო ნომრები იყო შესასრულებელი, ცოტა აკრობატულიც კი ხო რთულია, ნამდვილად რთულია. ეს ყველაფერი მუშაობაში და სწორად მოწოდებაში და პროფესიონალები, როდესაც აკეთებენ შენთვის ამას, განახებენ, გიჩვენებენ და გვერდში გიდგანან აბსოლუტურად ყველა კუთხით, მე რაღაცნაირად მარტივდება, აი მართლა მარტივდება რაღაცეები. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ასე იყო. დღესაც ნუცა და დღესაც მე ვინდობითას და საკუთარ გულს და მე როარით
თუ შენ ფიქრობ, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსი უნდა ითამაშო ან რენე ზელვეგერი, აუცილებლად ცუდ გზას ადგახართ. შესაბამისად, შენი ველმაკელი უნდა მოძებნო, ანა ქურთუბაძემ თავის როქსი ჰარტი მოძებნა, მე ესე ვფიქრობ და ძალიან არაჩვეულებრივად გამოვიდა ნამდვილად ეს როლი. შესაბამისად, მგონია რომ თუ ამ კუთხით წახვალ, უკვე რაღაცეები, ასე ვთქვათ, ლაგდება. თან ქართულად, ჩვენთან ქართულად არის ტექსტი არაჩვეულებრივად მიუსადაგა სხვათა შორის ირინას ძალიან უხდება ნამდვილად და ამ დროს შენი პასუხისმგებლობა გაქვს, რომ დაამტკიცე ის, რომ ნამდვილად დიდია კეტრინ ზეტა-ჯონსი, მაგრამ მოდით ვნახოთ ქართველებს როგორ შეგვიძლია მუსიკლის თამაში და ვფიქრობ, რომ დას ნამდვილად გამოვიდა ეს. ბილი ფლინს თამაშობ, რომელიც ძალიან ბევრ მაგარ არტისტს აქვს თამაშები, ბროდვეიზეც, ფილმში რიჩარდ გირი თამაშობს და დიდი გამოწვევა იყო ეგეც, სასწაულის სცენები არის და სხვაგვარად გავაკეთეთ და გააკეთა ზალიკო მე ანუ რაღაცნაირი სხვა ხერხში არის გაკეთებული რა. გასაგებია, სასაყველო არაფერია, ეს ყველაფერი წარსულს ჩავარდა და მე ვიცოდით ახლა ეს იყო თანამედროვე პერფორმანსი წარმოუდგენელია სრულყოფილი ტექნიკური უზრუნველყოფის გარეშე. ვიზუალური ეფექტები, ხმოვანი და განათების სისტემები სპექტაკლისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის. ვერ ვიტყვით ესე რომ ბოლო სიტყვა არის და ძალიან რთული არის ამ ხრივ რომელიმე თეატრი მით უმეტეს ძირე და მით უმეტეს კომერციული თეატრი მოერიოს და დაეწიოს იმ ტექნიკურ ცვლილებებს, რომელიც დროს მოსდევს და ეს ყოველდღიურობაში მართლაც საოცარი ტექნიკური, ასე ვთქვათ, საშუალებები ჩნდება და ჩნდება, ხო? მაგრამ ნუ იმისათვის, რომ საკმაოდ დააკმაყოფილოს გარემო, აი თვისოს და რაოდენობრივად გათვლით იმისი, რომ დაუშვათ მაინც შოუა და შოუს ბევრად მეტი ეფექტი და ბევრად მეტი ჭირდება მოხმარება, იგივე განათების არის თუ საუნდის სისტემის მხრივაც, ხო, აქ არის მთლიანი ცოცხალი შესრულება, აქედან გამომდინარე ეს გახმოვანებს აპარატურა, რომელიც ხო, დისკომფორტით ვერ იმუშავებ, აქ უნდა დისკომფორტი იქონდეს შექმნილი მომღერალს არტისტს თუ ასე შემდეგ, რომელიც მისთვის ძალიან ხარისხიან შესრულებას შემდეგ შედგება ხარისხიანად ის შესრულება, რაც წარმოდგენილია, ხო, აქედან გამომდინარე ამ ხრივაც ვერ დავიწუწუნებთ, საკმაოდ ნორმალურია ჩვენთან აღჭურვილობა. ცნობის ფურცელი, ცხელი ამბების დასდა ვიღაცა შეშა მოუპარია, ვერის უბანში მოუპარია, თუ დაიჭირეს ბასტა, თუ დაიჭირეს ბასტა. ბროდვეის წარმატებული ათვისების შემდეგ თეატრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. გიორგი შენგელაიასა და გოგი წაბაძის ლეგენდარული ვერის სუპნის მელოდიები კინოეკრანიდან სცენურ სივრცეში გადმოვიდა. ვერის სუპნის მელოდიები, იმიტომ რომ ეს არის პირველი ქართული მიუზიკლი საბედნიეროდ და მოხდა ისე, რომ დაუშვათ იგივე მუსიკის ჩანაწერი არსებობდა, რომელიც გადმოგვცა ნიკოლოზ რაჭველმა და დავით დოიაშვილმა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს შექმნილი და ვერის უბანის დავდგით. რა ყოფილა დასაჭერია დასახრედია ბასტა
თუ დაიჭირეს ბასტა აივერის უბანში იყო ყველაზე რთული რაც ვიცი ამ ფილმი რაც მაქვს ნანახი იქ შედარებით მაინც ბალეტის მოცეკვავები იყვნენ და ქორეოგრაფია ცოტა მობალეტო იყო აქედან გამომდინარე მომიწია გადმოკეთება ჩვენს დასზე რომ მომერგო და აი მანდ იყო ყველაზე რთულად სამუშაო რომ არ გადამეხვია იმ მდგომარეობიდან იმ სცენარიდან იმ ხასიათიდან რამე სხვა არ გამომსვლოდა ამიტომ ვერის უბანს უფრო გამოვყოფ ამ თვალსაზრისით სადაც ყველაზე რთული იყო სამუშაო ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ სხვა კუთხით და რატომ? როდესაც ქართულ მუსიკალს ეხები ქართველისთვის ეს არის რაღაცნაირი თითქოს ხელშეუხებელიც კი ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ფილმი, სადაც უდიდესი მომღერლები და მსახიობები მღერიან და თამაშობენ და ეს რაღაც როგორ გითხრათ, ძალიან რთულია ქართველისთვის ახლის მიღება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი მსახიობები აკეთებდნენ იმ საქმეს და ფანტასტიკურად დაგვამახსოვრეს თითოეული პერსონაჟის სახე, შესაბამისად, შენს გაქვს იმის შიში, რომ ვაიმე, ახლა აუცილებლად გაახსენდება სოფიკო ჭიაურელი, ვაიმე, ახლა აუცილებლად გაახსენდება გუბა კიკაბიძე. ვაიმე, ახლა რომ ლანი ბრეგვაძე გაახსენეთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ეს ასეა და ისინი უდიდეს ხელოვანებზე საუბრობთ ახლა ჩვენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მგონია, რომ ძალიან საინტერესო იყო მუშაობა და რაღაცნაირად ჩვენი ვარდო, ჩვენი პავლე, ჩვენი რაღაცები ვიპოვეთ. სანამ დავდგომდით მანადაც რო ვიძახდით ხოლმე წინასწარ, რომ აი ჩვენ თეატრში იქნება მანევერის უბნის მელოდიები, უკვე რაღაც ისხდებოდა ხოლმე რა, აი ყველა ძალიან უხაროდა. ვიცოდით რომ გამოიწვოდა დიდ გამოხმაურებას და კარგ გამოხმაურებას და მართლაც ეგრე მოხდა. და იქაც ჩემთვის, ანუ პირადად ესე რომ ვისაუბრო სუბიექტურად, ასევე რადიკალურად სხვა პერსონაჟი რა, მედროგე პავლე ვარ, რომელიც ანუ ჩემგანაც ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ყველა როლში მე მაქვს ჩემი პარალელები, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ასე ბევრად მარტივია რაღაც საერთოს პოვნა. ეს რადიკალურად ამოტრიალებული პერსონაჟი არის და განსხვავდება, რა თქმა უნდა, ჩიკაგოსგანაც და მამამიასგანაც, ამიტომ გამიმართლა, რომ სამივე სპექტაკლში თან სულ სხვა სპეციფიკა არის, ანუ სულ სხვა ხერხებია თამაშის, ჩემთვისაც როგორც თითოეული ინდივიდისთვის და ასევე აი სპექტაკლი სხვადასხვა ხერხში არის გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ სამივე მიუზიკლი არის და სამივე საკმაოდ წარმატებული. ამი 4 ბასტა ბასტა თუ დაიჭირეს აი ესე ბასტა ბასტა თუ დაიჭირეს ბასტა კი ბატონო რა თქმა უნდა ძალიან დიდი შრომა დაგჭირდა მაგრამ იმდენად ახლოს იყო ეს მუსიკა ყველასთვის ჩემთვის ჩვენი არტისტებისთვის რომ ну, ვერ გეტყვით რომ ნაკლები შრომა მოგვიწია მეთქი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი როგორ თქვა, უფრო მეტად ემოციურად იყო ძალიან ესეთი სასიამოვნო პროცესი და ხო, სიამოვნებით ვაკეთებდი თავს. ისედაც განსხვავდება ხო კინოკოსტიუმი სასცენო კოსტიუმისგან სულ ერთდროულადაც რო ითქმებოდეს და მაინც ვცდილობ რომ რაღაც ის თავისი წესები დაიცვა. ამ შემთხვევაში კი რა თქმა უნდა რაღაცა პასუხისგებლობა არის რომ ეს ყველასთვის საყვარელი მიუზიკლი ითქმება და საინტერესო შეთავაზო. მაგრამ თან ცოტა ვეცადეთ რომ პერიოდიც დაგვეცვა ნაწილობრივ ფერში საინტერესო გაგვეხადა და მით უმეტეს გოგოებისთვის რომელებიც არიან სხვადასხვა როლის შემსრულებლები თქვათ იქ მრეცხავებიც კიდე სხვადასხვა სცენებში არიან ცოტა უნივერსალური სამოსირო ყოფილიყო ბევრი სცენისთვის მორგებული და მე იქ იცვლება უბრალოდ რაღაცა დეტალები ერანგი და ასე შემდეგ. პატარა ბავშვებისთვის, გოგოებისთვის შევქმენით თითქოს ცოტა ფერი გავითვალისწინეთ ძველი ფილმიდან, მაგრამ ცოტა ახლებურით შევიტანეთ, როგორ უნდა ვთქვა.